როცა კიცერი არის ძალიან წინ ეს შეიძლება იყოს მკერდიდან. ანუ მკერდი არის მოხრილი, აქედან მხრებია წინ და მერე თავით წინ არის. მაგრამ შეიძლება არ იყოს მკერდიდან და უბრალოდ ლოკალურად კისრიდან იყოს. აი მაგალითად ვინც მაგალითად დაწოლილი არის ესე. არ ვიცი, ან ესე მუშაობს ლეპტოპი, ან ესე კითხულობს, ან რაღაცა. და არ უყვარს ზურგზე გადაბრუნება. თქვა 15 წუთი ესე კითხულობ, ხო? თავი ესე აწეული გაქვს და ეს კუნთები დაჭიმული არის, მე ქრონიკულად იჭიმება რა. მე გადაბრუნდი ესე, ანუ მიეხვდე ბალის, გადაბრუნდი და ესე ხარ. აქ ეს იგივე კუნთები რაც დაიჭიმა, აქ მოეშვება. ანუ დააბალანსებს. მაგრამ შენ თუ მაინც და მაინც ანუ მხოლოდ ერთ პოზაში კითხულობ, შეიძლება ამან გამოიწვიოს დისბალანსი. და ქრონიკული დაჭიმულობა. რის შედეგადაც მე გულმკერდისგან დამოუკიდებლად თავი წავა წინ და ანუ კარგი იქნება ორი რაღაცა. ერთი, აი ეს ვარჯიში გააკეთე, დაუშვათ, თუ კისერი წინ მიგდის, აი ეს ვარჯიში გააკეთე. გაჭიმე. ნუ შეგიძლია შეეწინააღმდეგო კიდეც და გამართო ესე. დაწეხი შენ. თავი აწიე. აი ეგ ვარჯიში, აწიე დაწიე. ანუ მიხდით, ანუ მომხრელი გავაძლიეროთ და გამშლელი დავარბილოთ. 100 ჯერ გააკეთე და გაგეყო.